რამდენიმე წლის წინ, 1-4 წლის წინ, როცა სამსახურს წასვლა მეზარებოდა, ვაკეთებდი ხოლმე მედიტაციებს. მეზარებოდა არა, მეზიზღებოდა სამსახურს წასვლა და მძულდა ყოველი გათენებული დღე და საკუთარ თავს რა ესე აიღებ და გადადგა და მიდი მარიამ, შენ ეს უნდა გააკეთო. აი ეგეთ ჭიდაობაში ვიყავი ძალიან დიდი ხანი. და დავიწყე მაგ პერიოდში მედიტაციების კეთება, რომ იქნებ და ეს დამეხმაროს და იქნებ და ამ მედიტაციებმა მიშველოს და რაღაცა შედეგი მომცეს და ბოლო დილის გათენება არ შემძისყდეს და აი მომძებნო რაღაცა ნათელი წერტილი ცხოვრებაში, რომელიც გამოცავდგები და წავალ და ვიმუშავებ და გავაკეთებ საქმეს და სამსახურში ვიქნები. ვაკეთებდი ხოლმე აქტიურად, მაგრამ პრობლემა იყო ერთი. რომ ეს მედიტაციები მხოლოდ რამდენიმე საათი შველოდა, დაახლოებით 2, მაქსიმუმ 3 საათი გათენებიდან სამსახურის კარის შეღებამდე 10 საათზე მეწყებოდა სამსახური. იქ რო შევაღებდი კარს, ისევ იგივე იწყებოდა, ისევე ნერვიულობა, ისევე დაძაბულობა, ისევე საკუთარ თავზე ძალადობა, რომ არ გინდა დააკეთებ და არ გსიამოვნებს და ვალდებულ რაღაცა მიზეზების გამო, ვალდებულებების გამო, პასუხისმგებლობის გამო, ესე მქონდა ომი და ჭიდაობა ჩემს თავთან და დაუსრულებლად გრძელდებოდა უკვე ძალიან გაღიზიანებული ვიყავი და განერვიულებული ხოლმე ამ ყველაფრისგან. მედიტაციებზე ვისაუბრებ ახლა დღეს რა მომიტანა მე პირადად მედიტაციების კეთებამ და რას ვფიქრობ მედიტაციებზე. პირველი მომენტში გითხარით, რომ მედიტაციებს ვაკეთებდი 3 საათი, 2 საათი მშველოდა. იმიტომ რომ მეტს ეფექტს არ მაძლევდა, იმიტომ რომ ეს არ იყო სიღრმისეული მუშაობა საკუთარ თავზე, ეს იყო მხოლოდ ზედაპირული რაღაცა ტკივილ გამაყუჩებელის ფორმა რო აქვს, რომ გტკივა, მაგრამ ანალგინსვავ და არ მიდიხარ და არ მკუნალობ ექიმთან და პრობლემა რაც არის, იმას კი არ შველი, უბრალოდ სიმპტომს ებრძვი, რომ მე რო სუდათ ვარ და მეზიზღება სამსახური, რატომ მეზიზღება, არ უნდა მეზიზღებოდეს და უნდა ვაიძულო ჩემს თავს ვიმუშაო. მოკლედ ეს თამბებში ვიყავი ჩემო მეგობრებო. მე მივხვდი რომ ეს მედიტაციები აშკარად არ იყო, რასაც ვაკეთებდი ყოველ შემთხვევაში YouTube-ზე უფასო გვერდები რაც არის და უფასო თხოვნისმეტყველება, აშკარად არ იყო საკმარისი ჩემ პრობლემას არაფერი არ ეშველა. არაფერი არ იცვლებოდა იგივე ისევე საშინელი სიტუაციები მეუხდებოდა საქმიანობის კუთხით. მე დავინტერესდი უფრო სიღრმისეულად, რა თქმა უნდა, მე ძალიან მებრძოლი ხასიათი მაქვს და არ მიყვარს დანებება, როცა რაღაც არ გამოდის, ვთვლებ რომ გავიგო რატო არ გამოდის, საერთოდ რა ხდება და დავიწყე პროფესიონალთან მისვლა, ჩემ თავის გამოკვლევა, სიტუაციების ანალიზი და რა თქმა უნდა ამ პროცესში, როცა ვიყავი და რაც რა დავარქვათ თერაპიული, თერაპიულსაც ვერ ვწოდებ, იმიტომ რომ ცოტა რაღაც უცნაური მიდგომებით მუშაობდი ჩემ თავზე. მათ შორის იყო მედიტაციური ტექნიკები, აი ეს ტექნიკები უკვე ძალიან დამეხმარა და რეალურად შევძელი ჩემი ცხოვრების 180 გრადუსი ჩემობრუნება, მართლა პროფესიად შევიცვალე, სამსახურიანაც წამოვედი, ბევრ რამე სხვანაირად წავიდა ჩემს ცხოვრებაში, დალაგდა რაღაცეებში დავშვიდდი, დავწყნარდი, თუმცა ახლა ყველაფერი ერთ ვაშად და ერთ დღეში და ერთ თვეში არ იცვლება. ეხლა არის თქმა მინდა ამ მაგალითით, რომ ერთ შემთხვევაში იყო პირველ შემთხვევაში, როცა ვაკეთებდი დილით გაღვიძებისას მედიტაციას და აფირმაციას, რომ მე ბედნიერი ვარ, რომ მე ყველაფერი კარგად მაქვს, რომ მე ყოველი დილით მზის ამოსვლა მიხარია და მაბედნიერებს და გავიხედავდი და ზუსტად სამშაბათში ისევ იგივე დაბალ ენერგიებში, ისევ ნერვიულობებში, ისევ შფოთვებში ვარდებოდი და არ იყო საკმარისი. რა თქმა უნდა, ეხლა აგიხსნით რატო. ძირითადად YouTube-ზე და საერთოდ უფასოდ რაც არის ხელმისაწვდომი, ეს არის აი ძალიან მინიმალური და ძალიან ზედაპირული და ეს ხშირად არ გვეხმარება და არ არის საკმარისი საკუთარ თავზე სიღრმისეული მუშაობისათვის, იმიტომ რომ ყოველი რაღაცა ესეთი რთული პრობლემის უკან, რაც მე მქონდა სამსახურზე, რაც არსებობს პირად ურთიერთობებში, რეალიზების პრობლემებში, ფინანსები, კარიერული კუთხით და სადაც იჭედება ადამიანი ძალიან ღრმა რაღაცეები იმალება ხოლმე. ესე დავარქმე, შეიძლება ტრავმა ვუწოდოთ, შეიძლება ბლოკი ვუწოდოთ, რაღაცა ნეგატიური გამოცდილება, რაღაცა შიშები, ძალიან ღრმა არის და ძალიან სიღრმისეულ მუშაობას საჭიროებს ხოლმე და ისედაც იშვიათია, რომ თუ ესეთ პრობლემებს შედგას ადამიანი, მარტო შეძლოს გაუმკლავდეს, ძალიან გაიტანჯება და ხშირად ძალიან დიდხანს ერთ და იგივე წრეზეც კი იაროს ბევრ სიტუაციაში, ბევრ ცხოვრების სხვადასხვა მიმართულებიდან ან ვერ გააკეთოს რაღაცები, რის გაკეთება
გაკეთებაც უნდა და გაწიროს თავის თავი და შესწიროს ხერხლად არ არსებულ, ანუ შიშებმა მართო, ესე დავარქმევ და გმართოს გვეცნობიერმა და ტრავმამ. ზოგადად მედიტაციების უმეტესობა, ყველა მედიტაცია თითქმის მუშაობს ქვეცნობიერზე. ადამიანს 4 ფსიქიკის დონე გაგვაჩნია, მე ყოველ შემთხვევაში ამ მოსაზრებას ვიზიარებ და ერთ-ერთი არის ქვეცნობიერი, რომელიც ჩვენი ცხოვრების 90-95% ძალიან ბევრ პროცენტს წარმართავს და მართავს. და მედიტაციები რეალურად ქვეცნობიერის მუშაობაში გვეხმარება და გვეხმარება დავინახოთ, სად არის ჩვენი პრობლემა, ის რასაც ვერ ვაცნობიერებ და ის რაც ესე ცნობიერად ზედაპირზე არ ჩანს. მედიტაციები გვეხმარება თუ რა თქმა უნდა სწორი შერჩეული მიდგომა და პროფესიონალის მე ყოველთვის ვემხრობი, მაინც თუ ძალიან დიდი პრობლემა აქვს ადამიანს, პროფესიონალ თუ უკვე წელიწად ნახევარზე მეტი რა საკითხიც უკვე პრობლემური არის, ის უკვე აშკარად საჭიროებს სერიოზულ ყურადღებას და ყურადღების მიქცევას. ან თუ ერთ და იგივე სიტუაცია ძალიან ხშირად მეორდება ცხოვრებაში. ხო და ანუ იმას თქმა მინდოდა, ცოტა გამიგრძელდა სიტყვა ბოდიშით, რომ პროფესიონალური შერჩეული ტექნიკები მე თქმა უნდა მუშაობს. ის რაც YouTube გვერდზეა და უფასოდ რაც არის ხელმისაწვდომი რაღაც მომენტში მუშაობს, მაგრამ ეს როგორ თქვით, არ არის ძალიან ღრმად არ ჩაყავხარ, რაღაცა ტკივილ გამოყურებლის მომენტები აქვს ხოლმე და ბევრს ძალიან ხშირად გაიგებთ ალბათ, რა ვიცი, ვინც მედიტაციებით ხარ დაინტერესებული, მედიტაციები ეს ტკივილ გამოყურებელია. გააჩნია მედიტაციას, ყველა არ არის ტკივილ გამოყურებელი, ზოგი პირიქით გამოსაფხიზლებელიც არის და სახეში სილასაც შემოგარტყავს იმისთან გაცნობიერებას მოგიტანს ცხოვრებაში და გაჩვენებს და მოგცემს რესურსსაც ძალიან ხშირად. ანუ მედიტაცია ქვეცნობიერზე манипуляციაა. ოღონდ როგორც თქვი, სწორად შერჩეული ტექნიკები. აქ ეხა მოვდუნდი და დავმშვიდდი, კარგია, რა თქმა უნდა, როცა შფოთვა მაქვს, მაგრამ პრობლემა თუ არ გვარდება, არაფერს არ მაძლევს, გარდა იმისა, რომ რაღაცა 2 საათი ვარ მშვიდად. ეს არის და ეს. მე მედიტაციებსაც ნამდვილად ნამდვილად არაფერი არ გამაჩნია, ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს დაგროვებული ამ კუთხით, ძალიან ბევრი სახის ტექნიკა მაქვს გაკეთებული, საკუთარ თავზე გამოცდილი, სხვა ადამიანებზე გამოცდილი და სხვა ადამიანებსაც დავხმარები ვარ. მომავალში მინდა გითხრათ, რომ არ ვიცი ამ წელს მეტი მოქვს რომ მოვახერხებ და შემოგთავაზებთ აი ესეთ საკმაოდ ვისაც თვით დახმარება გინდათ ნაკრებს და რაღაცა პატარა კურსი ვითაც შეიძლება გავაკეთო, სადაც იქნება მათ შორის მედიტაციური პრაქტიკებიც და ტექნიკებიც და საკუთარ თავზე მუშაობაში ძალიან კარგ და ეფექტურ შედეგს იძლევა. ჯერ უბრალოდ დამუშავების ეტაპზეა ეს საკითხი, ჯერ კიდევ ბევრს ვიკვლევ, ვძიობ, სწორი მე მიყვარს ესეთი ტიპი ვარ, რომ აკურატულად მინდა ყველაფერი გამოვიძიო, გამოვიკვლიო და მერე თუ რამეს გადავწყვეტ, მერე გავაკეთო ეს ყველაფერი. ამ მიმართულებით ვაპირებ მომავალში აუცილებლად მუშაობას და თქვენს დახმარებასაც, ვისაც სურვილი გექნებათ, რა თქმა უნდა. ისევ და ისევ ვიძახი, რომ ესე ზოგადი შაბლონებით აზროვნება, რომ აი მედიტაცია ან ცოდვა, ან მედიტაცია არ შველის, მარტო მედიტაცია არ შველის, რა თქმა უნდა, კომპლექსური მუშაობა ისევ და ისევ საჭირო, ანუ მედიტაცია იქნება თუ რაღაცა გააზრება, გაცნობიერება, ხარდაჭერა, რესურსების მიცემა, ბევრი მომენტია, რაც უნდა მოხდეს იმ ეტაპზე ერთდროულად და მერე უკვე ეფექტი და შედეგი ნამდვილად კარგი აქვს ხოლმე ამ ყველაფერს. ანუ როგორც კურნალობა ჩათვალეთ რა, რომ მიდიხარ და იგი ექიმი ტკივილ გამოყურებელსაც გინიშნავს, მაგრამ ანთება რო გაქვს, ის ანთებაც ხო ჩასაქრობია და იმას შეიძლება რამდენიმე სხვადასხვა პრეპარატი წამალი დაჭირდეს, იგივე ჩვენი ფსიქიკა, იგივე ჩვენი ემოციები, ანუ განცდები. ფსიქიკასაც იგივე მკურნალობა სჭირდება, ამ ყველაფერს ალბათ როთა განმავლობაში კიდევ ვისწავლით და მივხვდებით, რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი შინაგანი ემოციური სიჯანსაღე და სისუფთავე ადამიანებისთვის. მოკლედ, სიტყვა დიდი გამომივიდა, ბედნიერ წარმატებულ გაზაფხულს გისურვებთ და გირჩევთ და გისურვებთ გეპოვოთ საკუთარი თავი, საკუთარი გზა და არ დატანჯულიყავით და არ აგეღოთ ის ზედმეტი ვალდებულებები, სადაც არ გეკუთვნით.